აქ ერთი რო გვიწერდა რომ აიო მეო უფალთან რო წავსდგებიო თუ გახსოვთ ამ წინებზე მამაო ადამიანი გვიწერდა ისეთ რაღაცას რომ შეიძლება ვიღაცა პლუს-მინუს და თქვას რომ ბიჭო აი მართლა აი ხო შეიძლება ღმერთთან აი პირისპირ რაღაცა აი ეგრევე რა დავალაგოთ სიტუაცია რა და ისეთ რაღაცებზე აგვეუბნებს ხალხი რომ სადღაც გაურბით ტიპიური პროტესტანტული აზროვნება ეგ არა მერთან ყველაფერი დალაგებული აქვს ო თენთავ ჩავაბარე ახსარება სამთელი ავანთე და ვსიო საკმარისია ყველაფერი მაგაზე შევეცდები უპასუხო აი რამდენადაც გავიგე შეკითხვა აი წავდექი ღმერთის წინაშე ხო ამას გულისხმობს და იქ კი ბატონო მიუყვეთ ლოგიკაში მიუყვები ლოგიკაში აი თუ რა არასწორად მაგ გაგებული შეკითხვა დათო შემისწორე აი წარდგა უფლის წინაშე და უნდა დაალაგოს კი ბატონო ეუბნება მაგრამ რომელ უფალთან მიდის ჯერ ეს კითხვა რომელია მისთვის უფალი რა ქვია თავისი ყავს მირებს წარდგობას ეს ერთი თავისი ყავს თავისი მამაც პირიდო თავისი მისივე ლოგიკას მიუყვები მისივე ლოგიკას თუ ამბობს ქრისტე კი ბატონო მოყვები წარდგა ქრისტეს წინაშე ეს ერთი პირველი ის უნდა დააზუსტოს რომელ ღმერთთან მიდის ეგ თავში ცნობიერებით და ქრისტე რო ეტყვის მე რო ჩემი სიტყვა გითხარი ჩემს სიტყვას ხო ამბობს ქრისტე მაშინ გასამართლება ქრისტესთან თუ მიდის ქრისტეს სიტყვით უნდა ხდებოდეს ადამიანის ყვაზია რა თქმა უნდა მაგრამ ეს ამბობს ხო ახლა სხვანაირად ხო შეუძლებელია ქრისტე ასეთ რამეს ამბობს რომ მოციქულებს ეუბნება ვისაც მიუტევებთო მიტევებულია და ვისაც შეკრავთო შეკრულიაო წარმედი და მოიმოცაფენ ყოველი წარმართნი ანუ მოციქულების აგზანის და ვინაც თქვენ მიგიღოთო მე მიმიღოვო და ვინაც თქვენ არ მიგიღოთო მე არ მიმიღოვო აი ამას ამბობს ქრისტე და მე რა მაინტერესებს ეგ ადამიანი ქრისტეს მოციქულებს ქრისტეს მიერ ხელდასხმულებს და მოციქულებიდან ასე უწყვეტ ჯაჭვად ხელდასხმულ პირებს როსაც ქვია სასულიერო დასი ამას ცნობს თუ არ ცნობს ანუ თუ კი ამას არ ცნობს ავტომატურად მიდის ქრისტეს სიტყვის არცნობაზე იმიტომ რომ ეს ქრისტესთან მიდიხარ გამართლებანგინა მაშინ ქრისტეს სიტყვა უნდა ცნო და ქრისტე როცა ამაღლდა დატოვა მოციქულები და მოციქულებმა შემდგომ წერია პირდაპირ მინდა წერილში საქმე მოციქულთაში წერია რომ ხელი დაასხესო ეპისკოპოსებს ხუცესებს და დიაკვნებსო ხუცესი მგდელია იგივე ხელი დაასხესო ანუ ხელი დაასხმის კირიტონის მადლი გადმოვიდა და ეს ჯაჭვი ანუ უწყვეტი ჯაჭვი გვაქვს მართლმადიდებლურ ეკლესიაში შენ წარმოგზავნს და წარმოვიდგინოთ სახელმწიფო მაგალითად ელჩი არის რა ქვია ხო არის თქვათ ელჩები სხვა ქვეყნის ელჩები შეიძლება კაცო ელჩი არ ცნობდეს შეურაცხყოფას აყენებდე და ამ დროს იცახოდე რომ თვითონ იმ სახელმწიფოს დიდ პატივს ემო ასეთ რამე შეიძლება მსგავსი რამე პრაქტიკაში არსებობს ეს არის აი წარგზავნილი წარმოგზავნელი რა არის მღვდელი ვინ არის მღვდელი ქრისტეს სამოსი აცვია თუ ისე დავსვამ საკითხს რომ მღვდელი უცოდველია არა ბატონო სხვებზე არ ვიტყვი არა ვარ უცოდველი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ქრისტეს სახელით არ მაქვს მოქმედების უფლება რა თქმა უნდა მაქვს ქრისტეს სახელით ვნათლავ ქრისტეს სახელით ჯვარს ვწევ ქრისტეს სახელით წირვას აღვავლენ ვაზიარებ ქრისტეს სახელით ვაკეთებ ამას და შენ თუ შეიძლება ჩემი უცოდველობა არ მიიღო და გეთახმები მაგაში მაგრამ ჩემი უფლება მოსილება რომ მე ქრისტეს სახელით საიდუმლოებების შესრულება შემიძლია ამის არ მიღება ჩემს მიმართ უპატივსებელობა კი არ არის თავად ქრისტეს სიტყვის უგულებელყოფა არის ამიტომ როდესაც წარდგება ის უფლის წინაშე მერთმა ყველა გაამართლოს მე მისი წარწმენა კი არ მინდა მაგრამ მე რეალობას ვეუბნები ხო არ მოვატყუებ გამართლება არის შეუძლებელი ამაშია საქმე იმიტომ რომ ღმერთი რამდენადაც სიყვარულია
იმდენად სამართლიანია. ეს არ შეიძლება ცალ-ცალკე იყოს. სიყვარული არის ვაიმე შემიწყალებს და სამართლიანობა საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს. მაგი ეგ ორი სიტყვა ერთმანეთს ერწყმის რანაირად. შეხედე სამართლიანია ცოდვის შედეგად მოდის სიკვდილი, მაგრამ მოსიყვარულია და მოგცა შესაძლებლობა ჩვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენ ცოდვა ჩამოვირეცხოთ სინანულით. და ღვთის რა თქმა უნდა, ღვთის მადლით თანახმარი უფალი გადმოავლინოს მადლი, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მადლის მიმღები და მადლის მიღება ხდება სინანულით. ანუ სამართლიანობის შემთხვევაში მე წარწმენდილი ვარ ყველა შემთხვევაში ცოდვის გამო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მოსიყვარულია თუ შევინანებ ჩემ ცოდვას, ღმერთი არ გადამოავლეს მადლს და პატიობს. და შეყვარს, ანუ 60 შეყვარ, ანუ მამართლებს. მე ვარ თუ შენ ხარ თუ ნებისმიერი. ამ შემთხვევაში არის სიყვარული და სამართლიანობა ერთმანეთთან თანაზი არის და ბიჭო შენ არც ნანობ, არც ცოდვის შეცვლა გინდა, თან ქრისტეს სიტყვებს უგულებელ ყოფ. ამ შემთხვევაში სამართლიანობა მოდის უკვე შენზე. იმიტომ რომ მოწყალება რომ მოვიდეს, ამას სინანული ჭირდება, ეს მოთხოვნა აქვს უფალს. ესე რჩევა აქვს. როგორ წერია, შემომიდეგი მეო ჯერ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. იონე ნათლისმცემელის და მაცხოვარიც პირველივე ქადაგების პირველივე წინადადება. რო ნახოთ 4-ვე სახარება ერთი და იგივე წინადადება არის. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა ქადაგების არის სინანულისკენ მოწოდება. ნათლისმცემლის პირიდანაც და მაცხოვრის პირიდანაც. ამას მნიშვნელობა აქვს ჩემო ძვირფასებო. სინანული არის ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობა, რასაც ღმერთი ჩვენ გვთხოვს. ერთმა მოგმალოთ სინანული ჩვენი ცოდვების გამო, ჩემინა დაწყებული, მე ჩემი ცოდვების გამო და თითოეულ თქვენთანგან თქვენი ცოდვების გამო მოგმალოთ ღმერთმა სინანული. მადლობა მოსმენისთვის.